ქართული მეღვინეობა და ქართული მეღვინეები ცდილობენ დღეს უკვე გლობალური ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხონ ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით კი მცირე წარმოებებისთვის. მთავარი ორიენტირი ახლა უკომპრომისო ხარისხი და პრემიუმ პოზიციონირება. სწორედ ამ ახლებული ხედვითა და საერთაშორისო სტანდარტებით გამოირჩევა ღვინის კომპანია 91 ბრენდი, რომლის მთავარი ინსპირაცია დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს კონცეფცია. დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, კომპანიამ უმოკლეს ვადებში შეძლო უცხოურ ბაზრებზე საკუთარი სიტყვის თქმა და დაამტკიცა, რომ მისი პროდუქტი გლობალურად კონკურენტუნარიანია. წარმატებული სტარტისა და საერთაშორისო აღიარების შემდეგ კი ბრენდი განვითარების კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ეტაპზე გადადის. ღვინის კომპანია 91-მა მომხმარებელს სრულიად ახალი გამორჩეული ხაზი და თანამედროვე დახვეწილი ვიზუალური იდენტობა წარუდგინა, რომელიც მათ პროდუქციას კიდევ უფრო პრემიუმ და დასამახსოვრებელს ხდის. კომპანიის სიახლეებზე უფრო მეტ დეტალს უკვე თამარ მარკოზაშვილი, ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი გაგვიზიარებს. თამარ, მოგესალმებით, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ამ ეთერში სტუმრობა და თქვენთან საუბარი. თამარ, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. იქამდე სანამ სიახლეზე ვისაუბრებდეთ, რომელიც ახლა ჩვენ სტუდიაში არის ხო წარმოდგენილი ახალ ხაზს გულისხმობ, მანამდე მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ, ასე ვთქვათ, გეგმებზე, რაც გქონდათ თქვენ და მინდა მოგკითხოთ, რამდენად შესრულდა ის გეგმები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, მახსოვს წინა ეთერში საუბრობდით გერმანიის ბაზრის ათვისებაზეც. დიახ, ეს წელი ჩვენ დავიწყეთ ძირითადად გერმანულ ბაზარზე მუშაობით. უკვე შემდეგი წლიდან გადავდგით გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ გერმანიის ბაზარზე შევსულიყავით. გვქონდა ჩვენი დაშვებები, ჩვენი გათვლები. გავიარეთ იქ საკმაოდ გრძელი ბიუროკრატიული პროცესები, შეგვიძლია რომ ვთქვათ და უკვე ამ წლის დასაწყისიდან შევძელით, რომ ნელ-ნელა ბაზარზე შევსულიყავით. ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინის და გასაკვირად გადავაჭარბეთ იმ დაშვებებს, რაც გქონდა, რაც ჩემთვის ძალიან კარგი დასაწყისი არის და ასევე იმედის მომცემი არის იმ გაგებით, რომ არ ველოდით რამდენად ღია დაგხვდებოდა გერმანიის ბაზარი ქართული ღვინისთვის. რატომ გერმანია? რატომ არის ეს ქართული ღვინისთვის საინტერესო ბაზარი და როგორია მათი მხრიდან მოთხოვნა, მათ შორის ქართულ ღვინოზე? თუ აქვს ცნობიერება ამაღლებული, რამდენად იციან ქართული პროდუქტის, ქართული ღვინის შესახებ? ძალიან კარგი კითხვა არის, რატომ გერმანია? ჩვენი ბრენდის ძირითადი კონცეფცია და სტრატეგია არის, რომ რაც შეიძლება კარგად ვიყოთ წარმოჩენილები ევროპულ ბაზრებზე. გერმანია ერთ-ერთი დიდი ბაზარი არის, სადაც უკვე დიდი ხანია ქართველი მწარმოებლებისგან იდგმება პატარ-პატარა ნაბიჯები. მე უკვე ამ სფეროში საკმაოდ ბევრი წელია, რაც მოღვაწეობ და ევროპის სხვადასხვა ბაზარზე გვიცდია დამკვიდრება, ზოგან ძალიან წარმატებით, ზოგან ნაკლებად წარმატებულად. გერმანიაში გვქონდა უკვე პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგმული, თუმცა ესე მასშტაბურად არ გვიცდია ჩვენი თავის წარმოჩინება. და აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ჩვენი მწარმოებლები რა ნაბიჯებსაც დგავდნენ, სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით. ჩემთვის ეს მაჩვენებელი არის, რომ ქართული მწარმოებლებიც სწორად მუშაობენ ბაზარზე. ბაზარი საკმაოდ მომზადებული დაგხვდა, შემიძლია ვთქვა. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა პირველი ნაბიჯები, ასე ვთქვათ. ბაზარი უკვე საკმაოდ მომზადებულები დაგხვდა და მათ შორის გერმანელების მხრიდანაც არის ჩვენთვის გასაკვირი ღიაობა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, იმიტომ რომ მოწონთ ქართული ღვინო. და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი შესაძლებლობა გვაქვს, რომ თავისუფლად გავუწიოთ კონკურენცია სხვა ევროპულ მწარმოებლებს, გიგანტებს, რომლებიც უკვე ბევრი წელიწადი არის მუშაობენ ევროპის და არა მარტო ევროპის ბაზარზე. რა რაოდენობაზეა ამ ეტაპზე საუბარი? ან წილობრივ გადანაწილებაზე გერმანიის ბაზარზე? ეს იქნება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მარკეტი ამ ეტაპზე საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი მარკეტი არის კი, თუნდაც ამ ჩვენი ახალი ხაზის დამატების ინსპირაცია გარკვეულწილად გერმანიის ბაზარი იყო და უკვე გვაქვს ხელშეკრულებები წინასწარ გერმანიაში, სადაც მოხდება ამ ჩვენი პროდუქციის რეალიზება. ვისაუბროთ მაშინ ახალ ხაზზე. საიდან გაჩნდა იდეა, გავიგეთ რომ გერმანიის ბაზარი ყოფილა ინსპირაცია და ერთ-ერთი ინსპირაცია, თუმცა და ხო, რითი არის გამორჩეული ეს მიმართულება, ეს ახალი ხაზი უკვე არსებულიდან, რასაც კომპანია ისედაც ქმნიდა.
როგორც მოგეხსენებათ, თვითონ ჩვენი კომპანიის დაარსების მთავარი იდეა და კონცეფცია იყო, რომ ქართული ინდუსტრია გაგვეთავისუფლებინა იმ სტერეოტიპებისგან, რაც ამ წლების განმავლობაში ეს ინდუსტრია არის მოქცეული. თავიდანვე ჩვენი კონცეფცია, როდესაც ჩამოყალიბდა, ვიცოდით, რომ იქნებოდა ამ ბრენდში რამდენიმე ხაზი და ეს ხაზი ყოველ წელს დაემატებოდა და ნელ-ნელა განვითარდებოდით. ძირითადად პირველი ხაზი, რასაც შეეხებოდა, იყო წარსული. პრაქტიკულად წარსული და როგორი არ უნდა იყოს წარსული. ხოლო მეორე ხაზი, რომელსაც დავარქვით ახლა, the now, ეს წარმოაჩენს თანამედროვე ღვინოებს და წარმოაჩენს იმ გარდამტეხ მომენტს, რომელიც წარსულსა და მომავალს დააკავშირებს ერთმანეთთან. თვითონ ბრენდის დიზაინზეც მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. საინტერესო ის არის, რომ თქვენ სანამ მოხვიდოდით, აი ვაკურდებოდით მათ შორის აღწერას, წარწერას, რომ აქ არის მითითებული, რომელ კერძებთან არის განსაკუთრებით თავსებადი ისტორიაც არის, ხო? შეფუთვაზე და ეტიკეტზე დაბრენდილი და სხვადასხვა დეტალები. ხო, აი ეს რას უკავშირდება ეს დიზაინი და ბრენდინგი და ამგვარად წარმოჩენა. დიზაინის ბრენდინგზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ, თვეების განმავლობაში გრძელდებოდა მუშაობა, რადგან გვინდოდა რომ რამენაირად წარსული გაგვეცოცხლებინა და ეს მომხდარიყო სწორი ფორმით. საბოლოო ჯამში დიზაინი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ჩვენ ვიმუშავეთ რომ მოგვეძებნა არქივში და არა მხოლოდ არქივში ძველი ეტიკეტები, ქართული ღვინოების ძველი ეტიკეტები. სანამ თანამედროვე ღვინოები ჩამოყალიბდებოდა, ღვინის მწარმოებლები რა ტიპის ეტიკეტებით მუშაობდნენ, როგორ მუშაობდნენ, შევისწავლეთ. რანაირი ესთეტიკა იყო გადმოცემული მათ ღვინოებში. ჩვენ ეტიკეტები შევისწავლეთ არა მარტო საბჭოთა კავშირის დროს, არამედ საბჭოთა კავშირამდელი ეტიკეტებიც, რომელიც ძალიან მანდაც სასიამოვნოს გაკვირვებულები დავრჩით, იმდენად მრავალფეროვანი არის, იმდენად საინტერესო არის და მაშინაც კი თუმცა თავისი სახელები არ ერქვა ამას, ბრენდინგი არ ერქვა და ის თანამედროვე ტერმინები, რომელიც გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ნამუშევარი და შემოქმედებითობა არის ქართველი მწარმოებლებისგან. შესაბამისად, ჩვენ ეს გადმოვიტანეთ შიდა ეტიკეტზე. შიდა ეტიკეტზე, რომ გვეჩვენებინა, როგორი იყო ეს ყველაფერი, საიდან დაიწყო და გასაგებია. საიდან დაიწყო და წინა ეტიკეტზე ვაჩვენეთ თანამედროვეობა, დღეს როგორები ვართ. დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვარჩევთ, რომ მინიმალისტური სადა ეტიკეტები იყოს და ამ ეტიკეტით თქვა გვინდოდა რა ვიყავით და დღეს რა ვართ. პრაქტიკულად ეს. კი ბატონო. სახეობებზეც გითხავთ, აქ რამდენ სახეობას იწვის ეს ახალი მოდელი? ახლა ამ ეტაპზე 3 ახალი სახეობა დაემატა ზაფხულში, როდესაც უკვე წითელი ღვინოებიც მზად იქნება, 2 სახეობა კიდევ დაემატება, სულ ამ ხაზში გაერთიანდება 5 სახეობა, 3 თეთრი და 2 წითელი ღვინის. კი და ანუ ამ კონკრეტულ ღვინოზეც ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას. თვითონ აქ ჩვენ ვეცადებთ რომ წარმოგვეჩინა ბლენდების თანამედროვე ვარიანტები. მსგავსი ტიპის ბლენდები ადრე იყო ცნობილი წინანდლის სახელწოდებით, მწვანე და რქაწითელის ბლენდი არის ამ ღვინოში გადმოცემული და ადრე წინანდალი კი ვიცით როგორიც არის და დღემდე ადგილწარმოშობის დასახელება არის, საიდანაც ხდება ესეთი ტიპის ღვინოების დაბლენდვა. ჩვენი დანახული წინანდალი, ჩვენი დანახული რქაწითელი მწვანეს ბლენდი აი ასეთია. ამ ღვინოს ჩვენ ახლა უწოდეთ, რაც ეტიკეტზე გამოიხატება კიდეც. თამარა, თუ იგეგმება ამ ღვინის ექსპორტიც მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე და ადგილობრივ ბაზრებზე არის თორე უკვე ხელმისაწვდომი და მის შეძენა შეუძლია თორე მომხმარებელს. სულ ახალ-ახალი ინფორმაცია არის, ეს პრაქტიკულად ჩამოსხვა დამთავრდა პარასკევს. ჯერჯერობით, ანუ ერთი კვირა არც არის, რაც ეს ახალი ღვინოები ჩამოისხა. ცოტა ხნის განმავლობაში ღვინოს დასვენება სჭირდება, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმი არის და დასტრესილი არის ჩამოსხვის შედეგად. და დაახლოებით 2 კვირის შემდგომ უკვე დავიწყებთ ადგილობრივ ბაზარზე ჩემოტანას, აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ადგილობრივ ბაზარზე და როგორც გითხარით, უკვე გერმანიდან წინასწარი შეკვეთები გვაქვს, არა მარტო გერმანიდან, ამ ღვინის რეალიზება მოხდება სხვადასხვა ბაზრებზე, სადაც უკვე ვართ წარმოდგენილები.
კი ბატონო. მინდა რამდენიმე სიტყვით ინდუსტრიის განვითარების ტემპით შევა, ფასოთ და შევა ჯამოთ, მათ შორის ფასის ნაწილში, იმიტომ რომ 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი წელს გაზრდილია საშუალოდ $3 შეადგინა, როცა გასულ წელს $2 იყო, თუმცა რამდენად არის ეს თანხა საკმარისი და ეს ფასი ქართულ ღვინოში საკმარისი და როგორ შეაფასებდით მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქტის, ქართული ღვინის პოზიციონირებას სეგმენტურად, სხვადასხვა საფასო სეგმენტში. მიუხედავად იმის, რომ საკმაოდ რთულ გზაზე ვდგავართ ქართველი მწარმოებლები, მე ძალიან იმედიანად ვარ გულწრფელად. და დინამიკაც მზარდია. ხო, განწყობილი არა მარტო უბრალოდ თეორიულად ვარ იმედიანად, არამედ პრაქტიკული მაჩვენებლები გვაჩვენებს ამას. ძალიან მოხარული ვარ მე, რომ ვხედავ ყოველ წელს ახალ საინტერესო ღვინოებს, თანამედროვე ახალგაზრდობას, რომელიც ღვინით ძალიან არის დაინტერესებული და სიახლეები ყოველ წელს ინერგება. ეს მაჩვენებელი არის აუცილებლად იმის, რომ კიდევ უფრო მეტი საშუალება მოგვეცემა, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ვიტყოდი მსოფლიო ბაზარზე და გარდაულად ვხედავთ ამას წლიდან წლამდე პატარ-პატარა ნაბიჯებით. პირველი ქვეყანა არ ვართ ჩვენ, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდმა საკმაოდ დიდი ლიმიტები დაუწესა ქართული ღვინის ინდუსტრიას, პრაქტიკულად ვხედავთ, რომ ნელ-ნელა თავისუფლდებით ჩვენ ამ წესებისგან, ამ შეზღუდვებისგან და ვდგავთ ნაბიჯებს უფრო ფართო მსოფლიო ასპარეზზე, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის. ამისი, ასე ვთქვათ, გვერდითი პროდუქტი არის ის ფასების ზრდაც თავისთავად, იმიტომ რომ ფასების ესეთი ვარდნა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქართული ღვინო დამოკიდებული არის ჯერაც რუსეთის ბაზარზე და იქ არის დაბალი ფასები. პირველი იანვარ-აპრილის პერიოდში 60% ექსპორტის რუსეთის ბაზარზე მოდიოდა და ჯერ კიდევ მაინც ვერ ხერხდება ხომ ეს დამოკიდებულების შემცირება. ვხედავთ რომ ცირდება, იმიტომ რომ იყო პერიოდები, როცა ბევრად მეტი მაჩვენებელი იყო, კი 80-იც ყოფილა, კი 80-იც ყოფილა. ეხლა შედარებით იკლებს და ახალგაზრდა თანამედროვე მწარმოებლები ძირითადად რუსეთზე აღარ არიან ორიენტირებული, აღარ ვართ ორიენტირებულები და ვცდილობთ რომ მსოფლიო ბაზრებზე ვიყოთ წარმოჩენილები, ასევე ვიტყოდი რომ ღვინის სააგენტოც მაგ მიმართულებით დგავს ნაბიჯებს, რაც ფაქტობრივად აისახა თუნდაც გერმანიის ბაზარზე მუშაობით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან და მწარმოებლების მხრიდან. ერთი ბრენდი ვერაფერს ვერ იცავს. ვერც ერთი ბრენდი ვერ იცავს, ვერც ორი, რაც არ უნდა დიდი ბრენდი იყოს, ჩვენ შეგვიძლია კი, აუცილებლად. ჩვენ წავკითხეთ შესავალში, რომ სამხრეთ კორეაშიც დაიგეგმა, ხო, ჩატარდა უფრო სწორად გამოფენა და ესეც მნიშვნელოვანია ისეთ ბაზრებზე გასვლა, რომელიც თითქოს შორეული ბაზრებია, ხო, ქართული ღვინისთვის და არატრადიციული. პირდაპირ გაგებით ძალიან შორეული ბაზარი. ძალიან შორეული ბაზარი არის, თუმცა სამხრეთ კორეაში ბოლო უკვე რამდენიმე წელიწადი არის იდგმება ნაბიჯები მაგ ბაზარზე პენეტრაციისთვის და უკეთესად წარმოჩინებისთვის, კი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თქვენი სტუმრობისთვის, სიახლეების გაზიარებისთვის და მოკლედ არაერთხელ კიდევ გელოდებით ჩვენს ეთერში სხვადასხვა ამბებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენს წარმატებებს გისურვებთ. თამარ მარკოზაშვილი, ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი, გსტუმრობდა გადაცემად.